ხერხემლის თიაქარი რა დროს არის მისი ოპერაცია საჭირო და რა დროს შეიძლება განკურნება ოპერაციის გარეშე. ეს საკითხი ხშირად ექიმებსაც ეშლებათ, ან უნდათ რომ შეეშალოთ. ხერხემლის დისკის თიაქარი უმეტესად არ საჭიროებს ოპერაციას. ახლა გეტყვი რატო. პირველ რიგში ვთქვათ, რას ნიშნავს ეს მალთაშორისი თიაქარი. ხერხემლის მალებს შორის გვაქვს დისკები, პირდაპირ გაგებით დისკის ფორმა აქვს, გარედან მას აქვს მკვრივი გარსი. შიგნით არის რბილი ჟელესავით. წარმოიდგინე ბალიში, რომელშიც ჟელი ასხია შიგნით და გარედან რომ სქელი რეზინის ფენით იყოს შემოსაზღვრული და როცა ეს დისკი ზიანდება, ჟელე გამოდის გარეთ, ეს გარსი ირღვევა, ჟელე რო გამოდის გარეთ, ხერხემალში ხომ ბევრი ნერვები გვაქვს და ამ ნერვებს აწვება, ან ამ ჟელეს ეს ნერვები აღიქვავენ როგორც უცხო სხეულად, ღიზიანდებიან და ვითარდება ნერვების ანთება და ამას ჩვენ გრძნობთ ტკივილის და სხვა სიმპტომების სახით. თიაქარი ოღონდ ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს დისკი გასკდა. ზოგჯერ ეს ჟელე არ გამოდის, უბრალოდ დისკი დეფორმირდება, ან იცვლის ფორმას, აწვება ნერვებს, გარეთ გამოდის, ან სხვადასხვა რამე შეიძლება დაემართოს ამ დისკს, მაგრამ აზრი უმეტეს შემთხვევაში ის არის, რომ ეს დისკი ან მისგან გამოსული ჟელე აწვება ირგვლივ მდებარე ნერვებს და აზიანებს. ეს თიაქარი ყველგან შეიძლება განვითარდეს ხერხემალში, მაგრამ ყველაზე ხშირია წელის თიაქარი, ამიტომ წელის მიდამოში ტკივილი და ფეხში გადაცემითი ტკივილი ყველაზე ხშირია. პაციენტი ხშირად ამბობს, რომ ტკივილი იწყება წელიდან, დუნდულოებში მთლიანად, ჩადის ბარძახში, წვიუში და ტერფში, ან ბოლომდე ჩაუყვება ფეხს. ეს ყველაზე ხშირი სიმპტომია, როცა თიაქარია. დაბუჟება და ჩხვლეტა შეიძლება იყოს ფეხში, დაახლოებით 60% შემთხვევაში და წელის ტკივილი შეიძლება ქონდეს ადამიანს, მაგრამ წელის ტკივილი არ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი. და ისე რა, ან მეორად სიმპტომად ამბობდეს შეიძლება. ფეხის სისუსტე თუ განუვითარდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. როცა ესე ჩამოდის ნერვის ტკივილი და თან ფეხის სისუსტე განუვითარდა ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულადაა საქმე და ნერვი შეიძლება სერიოზულად იყოს დაზიანებული. და აქ პატარა მინიშნება, რომ ვთქვათ, როცა ადამიანს ტკივილი აქვს ესე ნერვის ხაზის სახით, ან მთელ ფეხზე ჩაუყვება ტკივილი, ეს თიაქარია. როცა ტკივილი რჩება წელში და თითით შეუძლია აჩვენოს ადამიანს მტკივნეული ადგილი, ეს ან კუნთია, ან ფასცია, ან სახსარი, მოკლედ ეს ნერვი როგორც წესი არ არის. და ტერმინებში რომ არ ავირიოთ, იშიაზეც გეტყვით, იშიაზი არის საჯდომი ნერვის გავრცელებული ტკივილი, რომელიც ეს ფეხს ჩაუყვება ზუსტად, რაც ახლა ავხწერე. ოღონდ იშიაზი არის ტკივილი ამ ნერვის და თიაქარი არის მიზეზი. ანუ მიზეზი გვაქვს თიაქარი, ანუ ეს მალა არის გამოწეული, ან მალის შიგთავზე და ეს იწვევს აი ამ ნერვის ტკივილს, ანუ იშიას. ბევრმა იცის, რომ წონის კლებისთვის საჭიროა კალორიული დეფიციტი, მაგრამ არ იცის, როგორ აწყოს დღე ისე, რომ არ იშიმშილოს, საკმარისი რაოდენობით მიიღოს ცილა, შეინარჩუნოს კუნთოვანი მასა და მშვიდად მიყვეს წონის კლების პროცესს. სწორედ ამისთვის შევქმნით 15-დღიანი კვების გეგმა, მარტივი გასაგები და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებული. ეს არის სტრუქტურა, რომელიც გეხმარება უფრო მარტივად დააწყო დღე და ყოველჯერზე თავიდან არ იფიქრო, რა უნდა ვჭამო. კვების გეგმა მინდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ამიტომ მისი ღირებულებაა 29 ლარი. თუ გინდა მიიღო კვების გეგმა, მოგწერე WhatsApp-ზე, მითითებულ ნომერზე, ან გადადი ბმულზე და მოგწერე Facebook-ის მესენჯერში. ახლა როგორ მივხვდე, რომ ეს დისკის თიაქარია და არა უბრალოდ კუნთის ტკივილი? კუნთის ტკივილი ხშირად არის ერთ ადგილზე, წელზე, გვერდზე, დუნდულოზე, ის ძლიერდება კონკრეტული მოძრაობით, დაჭერით, გადატრიალებით და დისკის თიაქარი უფრო ნერვის პრობლემაა და წელში არ ჩერდება, გადის მთელ გზას, თიაქარი კარგად ჩანს MRI-ზე, მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლევაზე, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი, MRI-ს ყოველთვის ვერ ვენდობით, MRI-ზე შეიძლება ჩანდეს თიაქარი, მაგრამ ეგ არ იწვევდეს ტკივილს, შეიძლება ჩანდეს დიდი თიაქარი, მაგრამ ტკივილი და სიმპტომები არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ოპერაცია გაკეთდეს. ამიტომ ექიმი თუ გეუბნება, რომ MRI-ზე თიაქარი ჩანს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საოპერაციოა და პირიქითაც შეიძლება MRI-ზე პატარა თიაქარი ჩანდეს, მაგრამ
მნიშვნელოვან ტკივილს იწვევდეს და მნიშვნელოვან ნერვის დაზიანებას. დაახლოებით ისე, რომ გზაზე ქვას გააჩნია როგორ დადებ. შეიძლება ისე დადო შედარებით პატარა ქვა, რომ დაილეწოს ზედ მანქანა, თქვა ძრავის ქვედა ნაწილში მოხვდეს და დაილეწოს მანქანა. შეიძლება ისე დადო უზარმაზარი ქვა, რომ მანქანამ გვერდი აუაროს. ამიტომ მხოლოდ თიაქრით ვერ ვიმსჯელებ. ყველაზე უფრო საშიში არის, როცა ეს ჟელე გამოდის, ირგვლივ მდებარე ნერვებს აზიანებს და აი ამ ჟელეს ნერვები აღიქვავენ როგორც უცხო სხეულს, ამიტომ ჩნდება ანთება, შეშუპება და ძალიან გრძნობიარეა აი ამ ჟელეს მიმართ ნერვები და თუ უბრალოდ გამოწეულია თიაქარი შეიძლება ბევრად ნაკლებ პრობლემას ქმნიდეს. და აქ უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ცხენის კუდის სინდრომი ქვია, კაუდა ეკვინა სინდრომ. რა ხდება ამ დროს? ეს არის როცა წელის ქვედა ნაწილში ნერვების კონა იჭყლიტება და დაზიანება შარდის ბუშტს, ნაწლავებს და ფეხებს ეხება. და ამ დროს ადამიანი გრძნობს ძლიერ სისუსტეს, შარდის შეუკავებლობას და სქესობრივ დისფუნქციას. ეს თუ ვითარდება, ეს სასწრაფოდ ქირურგიული პრობლემაა. ეს უნდა გვახსოვდეს. ანუ წითელი დროშაა და სასწრაფოდ ჭირდება სამედიცინო შეფასება და სამედიცინო ჩარევა. ახლა როდის ჯობია რეაბილიტაცია ოპერაციას? რეაბილიტაცია ჯობია თუ ტკივილი არ არის პროგრესირებადი და სისუსტე არ არის მნიშვნელოვანი და პროგრესირებადი, შარდის და ნაწლავის კონტროლი ადამიანს ნორმალური აქვს და შეუძლია ამ ტკივილის მართვა, ანუ აუტანელი ტკივილი თუ არ აქვს. ანუ სცენარი ასეთია, რომ ადამიანს აქვს ჩამავალი ტკივილი, MRI-ზე ჩანს თიაქარი, მაგრამ ადამიანს ძალა აქვს ფეხში. ასეთ დროს პირველი გზა არის დრო. დროში, როგორც წესი, მდგომარეობა გაუმჯობესდება, ფიზიკური რეაბილიტაცია, ტკივილის კონტროლი და დრო ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დროს. ახლა როდის არის ოპერაცია აუცილებელი? ოპერაცია აუცილებელია აი ამ ცხენის კუდის სინდრომის დროს, როცა შარდის კონტროლს კარგავს ადამიანი, შორისის მიდამოში როცა დაბუჟება აქვს, ორივე ფეხზე მძიმე სიმპტომები აქვს, ან ფეხის სისუსტე სწრაფად მატულობს. ასევე ოპერაცია შეიძლება გააკეთონ, როდესაც ადამიანს MRI-ზე აქვს მნიშვნელოვანი დარღვევა, ან მნიშვნელოვანი ჩანს ეს თიაქარი და თან ტკივილები არის ძალიან ძლიერი კვირების განმავლობაში და ემთხვევა ამ MRI-ს. ანუ MRI და ტკივილები ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და ეგეთ დროს დეკომპრესია ხდება. თუმცა არაქირურგიული მკურნალობა ბევრ შემთხვევაში შველის, უმეტეს შემთხვევაშიც შველის და უმეტესად არ არის საჭირო ქირურგია. მდგომარეობა უმეტესად 2-6 კვირაში უმჯობესდება, სერიოზული ცვლილებები 6-12 კვირაში, ანუ და ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ დღე უკეთს უნდა ხდებოდა, უმეტესად გაუმჯობესება ხდება ტალღურად, ანუ 3 დღე კარგად ხარ, 1 დღე გტკივა, მერე ესე და ანუ ტკივილი ნულამდე შეიძლება არ დავიდეს, მაგრამ ტალღურად უნდა უმჯობესდებოდეს. შესაძლებელია თუ არა თიაქრის დაპატარავება ოპერაციის გარეშე. დიახ, შესაძლებელია, განსაკუთრებით ის თიაქარი, სადაც დისკის ნაწილი უფრო მეტად არის გამოსული, მაგალითად ექსტრუზია ან სეკვესტრაცია ფორმებია და პარადოქსულად ზოგჯერ ეს დიდად გამოსული თიაქარი უკეთ იწოვება ხოლმე, რადგან ორგანიზმი მას უფრო ადვილად ცნობს როგორც უცხო სხეულს და შლის მას. ხო, ანუ დროთა განმავლობაში კი ორგანიზმს შეუძლია რომ აი ეს გამოსული თიაქარი დაშალოს და მეტიც ხშირია ესეთი შემთხვევები, რეგრესია, სპონტანური რეგრესია ქვია, ანუ სპონტანური რეგრესია არის, როცა ტკივილი გააქრება თავისი დროთა განმავლობაში და ხშირია, მაგალითად სეკვესტრაციის დროს 96% შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში კიდე ზოგიერთ 70% შემთხვევაში, ზოგიერთ პროტრუზიის დროს მაგალითად 41% შემთხვევაში და ასე, ანუ ჯამში ორგანიზმს აქვს უნარი რომ თიაქარს გაუმკლავდეს თვითონ, მაგრამ ზოგჯერ, როცა დგება ისეთი პრობლემა, რომ ნერვი ისე ზიანდება, რომ ორივე ეს ნერვის დაზიანება შეიძლება სამუდამო იყოს, ადამიანი დარჩეს ისე, რომ ფეხები ვეღარ ამოძრაოს და სქესობრივი ფუნქცია არ ქონდეს, შარდის შეუკავებლობა ქონდეს და ასე შემდეგ, და ნაწლავების, თქვათ, გაუვალობა, ამ დროს ოპერაცია გამოსავალია და რაც შეიძლება ჩქარა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.